ამბობენ დახვრეტამდე ქართველმა ვაჟკაცებმა კიდევ ერთხელ გააოცეს ჯალათები. სახეზე გეტყობათ, რომ გაკვირვებთ ჩვენი სულის სიმტკიცე. მრავალნი ათასნი ჩვენზე უკეთესები ზრდიან თავიანთ გულში თქვენ და მის სიკვდილს. უთხრა გენერალმა ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა. სიკვდილით ვერ შეგვაშინებთ. ჩვენი სიკვდილი საქართველოს განთავისუფლების თავდებია. იგი დაასალკოვდებებს ერის სიმტკიცეს, 1000-ად გაამრავლებს მებრძოლს. გადაეცით ჩვენს ახლობლებს, რომ დავიხოცეთ როგორც ქართველ პატრიოტებს შეხვდებით. გააგრძელა გენერალ-მაიორმა ვახტანგ ტოლუგიძემ. ჩვენ არ გიპირებდით შებრალებას და არც თქვენგან მივიგებდით ლნობიერებას. ეს ჩვენი შეურაცხყოფა იქნებოდა, თქვა პოლკოვნიკმა ალექსანდრე მაჭავარიანმა. მალე დადგება დრო და პეტრი გიორგი მრისხანეთ მოგთხოვს პასუხს, გაუმარჯოს საქართველოს. დაიძახა პოლკოვნიკმა გიორგი ხიმშიაშვილმა. მე ვკვდები სიხარულით, რადგან ღირსი ვარ. გავხდი სამშობლოს სამსხვერპლოზე ზვარაგად მიტანისა, ჩვენი სიკვდილი გამარჯვებას მოუდანს საქართველოს. ბოლო სიტყვება წარმოთქვა.